სავარაუდოდ პრობლემა მალე მოუგვარდება იმ 400-მდე ოჯახს, რომლებსაც დაუფარავი სესხის გამო გამოსახლება ემუქრებოდათ. ქობულეთში მცხოვრებთა პრობლემა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში მოქმედი ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა. ათეულობით ოჯახს ბანკებიდან და კერძო იპოთეკარებიდან სესხი აქვს გამოტანილი, თუმცა ჩავარდნილი ბიზნესის გამო კრედიტს ვერ ფარავს. დახურული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ ხაბაძემ პირობა დადო, რომ მთავრობა დაეხმარება ყველა იმ პირს, ვისი საქმეც უკვე გადაცემულია აღსრულების ეროვნულ ბიუროში. ამ შემთხვევაში ბანკირებთან შეთანხმება მოხდება და გამოსახლების პროცესი შეჩერდება. რაც შეეხება კერძო იპოთეკარებს, მათი საკითხი ცალკე იქნება განხილული. იმ კატეგორიის კლიენტებს, ვისაც ბანკებში აქვს სესხები, ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის დახმარება ან გველში დგომა იქნება იმ შემთხვევაში, ვისაც აქვს გამოსახლების პრობლემა ან აღმასრულებელთან ურთიერთობა. დანარჩენებს, ვისაც სტანდარტული სესხი აქვს, იმათთან დაკავშირებით ბანკები თავისით დაარეგულირებენ.